რა განსხვავებაა მაღაზიაში ნაყიდსა და სახლში მომზადებულ ჭვავის პურს შორის? მეც ძალიან მაინტერესებს და მოდით ერთად ნახოთ. პირველი განსხვავება ინგრედიენტებშია. მაღაზიაში ნაყიდი ჭვავის პური ხშირად სრულად ჭვავის არ არის და ხორბლის ფქვილსაც შეიცავს. სახლში კი ზუსტად იცი რას ამატებ. მე დღეს 100%-ით ჭვავის ფქვილით ვამზადებ, ამიტომ ეს ცომი უფრო მძიმე და ნაკლებად ფუმფულა გამოდის. ჭვავის ფქვილს ნაკლები გლუტენი აქვს, ამიტომ ისეთი ჰაეროვანი ტექსტურა არ ექნება, როგორც ჩვეულებრივ თეთრ პურს. სამაგიეროდ უფრო ნოყიერია, კარგად ანაყრებს და ბევრად გამოკვეთილი გემო აქვს. მაღაზიაში ნაყიდ პურში ხშირად შეხვდებით დამატებულ შაქარს, გამაფხვიერებელს ან კონსერვანტებს. სწორედ ამიტომ სახლში გამომცხვარ ჭვავის პურს უფრო მკვრივი ტექსტურა და ბუნებრივი გემო აქვს. და აი საბოლოო შედეგიც, ეს არ არის მაღაზიის ჰაეროვანი პური და სწორედ ეს მომწონს მასში. ახალ ბოსტნეულთან, ავოკადოსთან და კვერცხთან ერთად გამოდის ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე.